4 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი შემადგენლობა პირველად შეიკრიბა. სხდომა მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილმა გახსნა. მან მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და დეპუტატებს წარმატებული მოღვაწეობა უსურვა. კანონმდებლებმა საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ვანო ბერიძიშვილი აირჩიეს. პირველ მოადგილედ ლევან ხაზიური, მოადგილებად ელგუჯა ქათამაძე და ნანა რამაზაშვილი. ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის თანამდებობა რამაზ უტიაშვილმა დაიკავა, ფრაქცია ხალხის ძალის თავმჯდომარედ კი ბესარიონ ფოცხვერაშვილი აირჩიეს. დღეს ქვეყნის მასშტაბით ახლად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომა ჩატარდა და მომნიჭებული უფლებამოსილების თანახმად საკრებულოების პირველი სხდომა გაიხსნა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების მიერ. ასევე საოლქო საარჩევნო კომისიისგან საკრებულოს გადაეცა შესაბამისი დოკუმენტაცია. მინდა წარმატება ვუსურვო გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალ შემადგენლობას, უკვე არჩეულ საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ვანო ბერიძიშვილს და ვისარგებლებ კიდევ ერთხელ შემთხვევით და წარმატებას ვუსურვებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულ მერს, რომელმაც ამომრჩევლისგან უკვე მეორედ მიიღო მხარდაჭერა. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მოსახლეობას კიდევ ერთხელ გამოჩენილი დიდი ნდობისათვის. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ვანო ბერიძიშვილის გამოცხადებული ნდობისათვის და ჩემი მხრიდან რა თქმა უნდა მოსახლეობასაც და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თითოეულ წევრსაც პირდები რომ ყველა ჩემი საქმიანობა მიმართული იქნება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მინდა ვისარგებლო თქვენი ტელევიზიის ეთერით და მადლობა გადაუხადო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩევლებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს და ასეთი დიდი ლეგიტიმაციით წარმოგვადგინეს დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ეს იმას ნიშნავს და გვახსენებს კიდევ ერთხელ, რომ რაც შეიძლება მეტ სასიკეთო საქმე ვაკეთოთ მუნიციპალიტეტისთვის. უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. მე ვაცნობიერებ ბოლომდე, მე ვარ მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრი უკვე და არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება თამამად ვიტყვი, გამიკეთებია ჩემი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, როდესაც ამ თვითმმართველობის არჩევნებში რეკორდული ხმები მიიღო ქართულმა ოცნებამ და ეს არის უდიდესი მხარდაჭერა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მხრიდან და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პატივია იყო ასეთი საკრებულოს წარმომადგენელი. კონკრეტულად მე რა თქმა უნდა რამდენიმე ინიციატივა უკვე მაქვს, რასაც რა თქმა უნდა მეტაყობრივად ჩემს გუნდთან ერთად ვიმუშავებ. უნებრივია გავაგრძელებ საქმიანობას, რასაც საკრებულოს ფუნქცია გავალდებულებს და ვიქნები ასე ვთქვათ აქტიური ერთ-ერთი დეპუტატი და მაქსიმალურად ვეცდები დაუჭირო მხარი ყველა იმ ჯანსაღ ინიციატივას, რომელიც წარადგება გურჯაანის მუნიციპალიტეტში